გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, თუმცა მანამდე ორი სიტყვით მინდა ქალბატონ მაკა, დღეს 27 მაისია დიასპორის დღე და მინდა ჩვენს ემიგრანტებს, დიასპორის წარმომადგენლებს მიულოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ დაუდასტურო პატივისცემა, უთხრა რომ ჩვენ თითოეულ ქართულს, თითოეული მთავრობის წარმომადგენელს ისინი გვეიმედებიან, მათი გვჯერა და ძალიან ბევრი მცდელობა გვექნება მომავალშიც, ეხლაც, რომ ჩვენ იმ მოქნილი პოლიტიკით, ეს იქნება საგრანტო პროგრამები, იქნება თუ სხვა ხელშემწყობი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები, მათ შორის კულტურის განვითარებისთვის, მათ შორის საგამოძიებო ნაწილში, თუ სხვა მიმართულებით ჩვენ ყოველთვის გვერდში დაუდგებით. კეთილი, ეხლა კი გთხოვთ ქალბატონ მაკა, გისმენთ? მოგესალმებით. ნამდვილად დღეს დიასპორის დღე აღინიშნება და ჩვენ დღევანდელი შეხვედრაც ერთგვარად სიმბოლური ხასიათისაც არის. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გვინდოდა რომ პარლამენტში იქ სადაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, წარმოგვედგინა ჩვენი ხედვა თუ როგორ ხედავთ დიასპორის პოლიტიკის განხორციელებას მომავალში, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ზოგადად ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით და რა არის ის სიახლეები, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ რომ განვახორციელოთ. დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება სწორედ პარლამენტმა განსაზღვრა კონსტიტუციით და 2018 წლიდან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ ამოცანად იქცა. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ დიასპორა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. დიასპორის პოლიტიკას, დიასპორულ პროგრამებს უმეტესწილად საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, იცით, საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით. ვისარგებლებ მე ამ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე კულტურის სამინისტროს დიასპორული პროექტების განხორციელების პროცესში გამორჩეული და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული დიასპორული პროგრამები საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, განსაკუთრებით ქართული ენის, კულტურის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა რეალობა იმასაც გვაჩვენებს, რომ დიასპორასთან ურთიერთობა უფრო სისტემური უნდა იყოს, უფრო უნდა იყოს მეტად შედეგებზე ორიენტირებული. იმისთვის, რომ სახელმწიფომ არსებული რესურსების გათვალისწინებით მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს კონსტიტუციური ამოცანები, საჭიროა საქართველოს საელჩოების და საკონსულოების უფრო აქტიური ჩართულობა დიასპორული პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ დიპლომატიური წარმომადგენლობები არის ის მთავარი ხიდი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ჩვენ სახელმწიფოსთან აკავშირებს. გასულ წელს ჩვენ გადავხედეთ საქართველოს დიასპორასთან ურთიერთობების ეფექტიანობას და ცხადად დავინახეთ მთელი რიგი გამოწვევები ამ მიმართულებით. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ ხელი შეეწყო ქართული დიასპორის საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებას და განვითარებისთვის ასევე გვეზრუნა. საქართველოს მთავრობის ხარდაჭერით შეიქმნა და შენარჩუნდა არაერთი საკვირაო სკოლა, კულტურული ცენტრი, მუდმივად ხორციელდება მათი ქართული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა. არაერთმა ახალგაზრდამ გაატარა საქართველოში საზაფხულო არდადეგები და ამ გზით სხვაგვარად შეიგრძნო სამშობლოსთან კავშირი. დღესდღეობით საზღვარგარეთ 300-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია, 120 საკვირაო სკოლა, ქართული ენის შემსწავლელი კურსები და 130-მდე ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს. ასევე 94 სამრევლო მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოს სახელმწიფომ დახმარების ხელი გაუწოდა არაერთ ჩვენს თანამემამულეს, რომ არაფერი ვთქვათ იმ სამსახურზე და იმ მომსახურებაზე, რომელსაც ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები რეგულარულად ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების და თანამემამულეებისთვის.
საქართველოს სახელმწიფოს დიასპორის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით სამწუხარო იყო გასული წელს ის შემთხვევები, როდესაც დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩართული აღმოჩნდა პროცესებში, რომლებიც ცალსახად არ ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას. სამწუხაროდ ვიხილეთ ინციდენტები, რომლებიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგაც იყო მიმართული. ბუნებრივია მსგავსი ფაქტები ჩვენი ყურადღების მიღმა ვერ დარჩება, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც სამშობლოსგან შორს ცხოვრობს, იმედის თვალით შეყურებს სწორედ საქართველოს დიასპორულ პოლიტიკას და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობას საზღვარგარეთ. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის მაქსიმალური ჩართულობა და თანამშრომლობა დიასპორის წარმომადგენლებთან. გასულ წელს იცით, რომ სამინისტროში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამინისტროს სტრუქტურას და მის ნაწილიც იყო ის, რომ საკონსულო და დიასპორასთან ურთიერთობების სტრუქტურული ერთეული გაერთიანდა და გადაიხედა ზოგადად დიასპორული პროგრამების განხორციელების გზები და ეს ცვლილება იყო მნიშვნელოვანი გზავნილი თავად ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვისაც, რომ საკონსულო სამსახურები კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული დიასპორასთან ურთიერთობებში, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს და დიასპორის დამაკავშირებელ ძირითად ინსტიტუციურ მექანიზმს. ზოგადად დიასპორის და საკონსულო მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანება ხელს შეუწყობს დიასპორასთან ურთიერთობების უკეთ კოორდინაციას, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას და იმ საერთო ეროვნული ინტერესის გამტკიცებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებ ქართველებს აკავშირებს სამშობლოსთან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეიცვალა თავად სახელმწიფოს საგრანტო პროგრამების განხორციელების პროცედურაც. რეფორმის შედეგად თითოეული სახელმწიფო საგრანტო პროგრამის განხორციელება მოხდება თავად დიპლომატიური წარმომადგენლობების მჭიდრო თანამშრომლობით დიასპორასთან და დიასპორასთან ერთად რეალურად მოხდება ეს ორივე ჩართული იქნებიან როგორც პროგრამების სამინისტროსთვის წარდგენის ეტაპზე, ისე მათ განხორციელების პროცესში. ამგვარი მოდელი ხელს შეუწყობს დიასპორის უფრო მჭიდრო კავშირს საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლებთან, მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს რესურსების უფრო გამჭვირვალედ და მიზნობრივ ხარჯვას, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჩვენ გადავხედეთ გაწეულ სამუშაოს, გარკვეული ხარვეზებიც გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში უფრო მეტად იყოს საქართველოს სახელმწიფო ჩართული. დიასპორული პროგრამები მოერგება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს, მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს მიდგომა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარებს, იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკის შინაარსს და პრაქტიკულ მიმართულებებს. მამული ეს არის ის მუდმივი კავშირი სამშობლოსთან, რომელიც გეოგრაფიულ მანძილზე არ უნდა სუსტებოდეს. ენა გულისხმობს ქართული ენის სისტემურ სწავლებას და მის შენარჩუნებას უცხოეთში მცხოვრებ ახალ თაობებში და სარწმუნოება უკავშირდება სულიერი და კულტურული იდენტობის დაცვას, ტრადიციების შენარჩუნებას და გადმოცემას და სწორედ ამ სამი ფასეულობის ქვეშ იქნება თავმოყრილი ყველა ის პროგრამა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება ჩვენი დიასპორისთვის. და თქვენ გაქვთ მცირედი ბროშურები, რომელიც წარმოგიდგინეთ, სადაც რეალურად ყველა ის პროგრამა არის მოცემული, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს შემუშავებული და შეეთავაზებათ დიასპორულ ორგანიზაციებს. ქართული ენა არის ეროვნული იდენტობის მთავარი საფუძველი და მისი შენარჩუნება პირდაპირ არის დაკავშირებული დიასპორის მომავალთან და მის კავშირთან სამშობლოსთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო ახორციელებს მიზანმიმართულ და სისტემურ პროგრამებს, რომლებიც ემსახურება ქართული ენის სწავლების გაძლიერებას, მის პოპულარიზაციას, თაობებს შორის უწყვეტობის უზრუნველყოფას. შეიქმნა და ეტაპობრივად განხორციელდება პროგრამები ჩემი ენა ქართული, ჩემი ქართული სკოლა, ქართული ენის ელჩი და ემიგრანტის ხმა, რომელიც ერთგვარად მედია პლატფორმების ხელშეწყობისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ინიციატივები უზრუნველყოფს არა მხოლოდ ენის სწავლების
გაფართოებას, არამედ მისი ხარისხის ამაღლებასაც, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას და საკვირაო სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, სწავლების სტანდარტების ერთიანობას და სასწავლო რესურსების მუდმივ განახლებას. ამასთან დიასპორული მედიის და ციფრული პლატფორმების მხარდაჭერა შექმნის ახალ შესაძლებლობებს ქართული ენის ყოველდღიურ გამოყენებისა და მისი თანამედროვე კომუნიკაციურ სივრცეში აქტიური ინტეგრაციისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად საკვირაო სკოლებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასწავლო სახელმძღვანელოებით და დამხმარე ლიტერატურით. ასევე საკვირაო სკოლების პედაგოგთათვის ჩატარდება სპეციალური ტრეინინგები, რომლებიც გასულ წელს ენის სწავლების მთავარი პრინციპების, მეთოდებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით პირველად განხორციელდა და საკმაოდ წარმატებულად. რაც შეეხება მამულის კომპონენტს, მამულის კომპონენტი დიასპორულ პოლიტიკაში მოიცნავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ქართული კულტურის, შემოქმედების, მეცნიერების და ტრადიციების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენისა და დიასპორის აქტიური ჩართულობის გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით დაინერგა არაერთი პროგრამა ხელოვნების ხიდი, კადრში საქართველო, ქართული გემო, გლობალური კავშირები მეცნიერებაში. პროგრამა ხელოვნების ხიდი მიზნად ისახავს ქართული ანსამბლების პროფესიულ განვითარებას, მათ კავშირს საქართველოში მოქმედ ანსამბლებთან, ერთობლივი კონცერტების, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას და ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და მათ უფრო მეტად ჩართულობას ამ მიმართულებით. პროგრამა კადრში საქართველო ემსახურება საქართველოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, ვიზუალური მასალების შექმნას, საერთაშორისო გავრცელებას, ფოტოგრაფიის და კინემატოგრაფიის მხარდაჭერას, გამოფენების, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, ასევე დიასპორის შემოქმედებითი ჩართულობის წახალისებას. რაც შეეხება პროგრამას ქართული გემო, მიმართულია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე, კულინარიული ტრადიციების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენასა და დიასპორის აქტიურ მონაწილეობაზე ამ მიმართულებით ქართული გასტრონომიული კულტურის გავრცელებაში. პროგრამა გლობალური კავშირები მეცნიერებაში ემსახურება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათთან ცოდნის და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განხორციელებას და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, რაც ვფიქრობ, ერთგვარად წამახალისებელი იქნება ქვეყნის გარეთ გასული ტვინების, ასე ვთქვათ, უფრო მეტად დასაკავშირებლად ჩვენს სამშობლოსთან და უკან მოსაზიდად. ამასთან გაგრძელდება პროგრამა ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც მიზნად ისახავს დიასპორის ახალგაზრდების და საქართველოში მცხოვრები თანატოლების დაახლოებას. პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში და დაუკავშირდნენ ამგვარად სამშობლოს. ესეც მნიშვნელოვანი პროექტია, არაერთხელ განვახორციელეთ, საკმაოდ წარმატებულია და ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით კიდევ მუშაობა. მადლობა. წელს რაც შეეხება სარწმუნოება დიასპორულ პოლიტიკაში სულიერი და კულტურული იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, ნამდვილად ფასდაუდებელია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი საქართველოს ფარგლებს გარეთ სულიერი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის და იდენტობის შენარჩუნების საქმეში. წელს მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი იუბილე აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღნიშნავთ და ვფიქრობთ, რომ ეს ისტორიული თარიღი კარგ შესაძლებლობას ქმნის, რომ ქართული სულიერი მემკვიდრეობის საერთაშორისო და დიასპორულ სივრცეში წარმოჩენისთვის უფრო მეტი გავაკეთოთ. შესაბამისად, 2026 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სარწმუნოების კომპონენტის ქვეშ განხორციელებული პროგრამები ძირითადად სწორედ ამ თარიღთან იქნება დაკავშირებული.
ჩვენი ერი არც თუ ისე მრავალრიცხოვანია, არც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები დიასპორაა, სხვა ქვეყნების დიასპორებთან შედარებით მრავალრიცხოვანი. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენს ერთობას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და აქ ერთ საკითხს შევეხები, პოლარიზაციის ის ფორმები, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში გამოიყენება ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით დამაზიანებელია და სასიკეთო არაფერი მოაქვს არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც ჩვენი საზოგადოებისთვის. ბოლო პერიოდში გარკვეული ძალების მხრიდან სამწუხაროდ გაიზარდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ორკესტრირებული ქმედებები და ამ ქმედებებში დიასპორის წარმომადგენლების გამოყენება და ამის მცდელობები. ისიც ვნახეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი არჩევნების პერიოდში კეთდებოდა, მაშინ, როდესაც საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი ბუნებრივად მატულობს. 2012 წლიდან დღემდე არჩევნების სტატისტიკას თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საზღვარგარეთის ხმებმა შეუძლებელია რაიმე გავლენა მოახდინოს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თუ ნებისმიერი არჩევნების შედეგებზე. და ამის დასტურია ისიც, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის ისტორიულად ყველაზე მაღალი რაოდენობა იყო დარეგისტრირებული ამომრჩევლის და ამ პირობებშიც კი საერთო ამორჩევლის 2.5%-საც არ შეადგენდა და რაც შეეხება თავად არჩევნებში მონაწილეობას, უპრეცედენტო მობილიზაციის პირობებშიც კი ამორჩევლის ხმების მხოლოდ 1.5% მოდიოდა დაახლოებით საზღვარგარეთის ხმებზე. და წინა წლებში ჩატარებული არჩევნების დროს ეს რიცხვები კიდევ უფრო ნაკლები გახდათ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არჩევნებს დიასპორაში მწვავე პოლარიზაციისა და სამშობლოსთან დაპირისპირების მიზნებისთვის იყენებენ ძალიან ხშირად და ამასთანავე მას ფაქტობრივად ნულოვანი გავლენა აქვს არჩევნების შედეგებზე, ბუნებრივია გადაწყვეტილება საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების წესის გაუქმების შესახებ სრულიად გამართლებულია და ამასთან ერთი რამეც უნდა ითქვას, ერთგვარად წამახალისებელი ფაქტორი იქნება დიასპორის წარმომადგენლებისთვის არჩევნების დროს სამშობლოში ჩამოსასვლელად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ეს გადაწყვეტილება ვფიქრობ მხოლოდ პოზიტიურად იმოქმედებს დიასპორის ერთობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე იმ პოლიტიკის წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს დიასპორის მიმართულებით. და ბოლოს საქართველოს გახდა დიასპორის საკითხებში გაეროს ფარგლებში დაფუძნებული ყველაზე მაღალი საერთაშორისო პლატფორმის გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის თანადამფუძნებელი ქვეყანა 2024 წლიდან საქართველოს ირლანდიასთან ერთად ხელმძღვანელობს ალიანსის მმართველ საბჭოს და აქტიურად ჩართულია ალიანსის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ დიასპორის სამიტს, რაც მოგცემს შესაძლებლობას დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ვიმსჯელოთ დიასპორის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილებები ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა გვექნება წელს ამ საკითხს დავუბრუნდეთ და უკვე საერთაშორისო დონის ღონისძიებაზე ჰქონდეს მსჯელობა. დიდი მადლობა, ეს არის მოკლედ იმ პროგრამების და პროექტების შესახებ, რასაც წლის განმავლობაში განახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვართ იდეებისთვის, რა თქმა უნდა ჩვენ პარლამენტთან ერთად კიდევ ვიმუშავებთ სხვადასხვა პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე და ნებისმიერი იდეა, რომელიც თქვენი მხრიდან იქნება გაჟღერებული, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ავსახოთ ჩვენს პოლიტიკაში. მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა, კალტო-მინისტრო, წარმოდგენილი აი კონცეფციის დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფციის პრეზენტაციისთვის.